ყავს ასევე ორი ასე ვთქვათ ბოლოს დაკავებული სინდისის პატიმარი რომ დაახლოებით 2 კვირის წინ დააკავეს თორნიკე თოშხვა და მინდია შერვაშიძე საქმე ეხება 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს აქტივისტები როგორც ამბობენ ბექა გოცირიძე ეს არის ერთ-ერთი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პროვოკატორი შეგვიძლია ასე ვთქვათ ის მივიდა რუსთაველზე მომიტინგეებთან სცადა იქაც პროვოკაციის რის შემდეგაც მას ამოუვარდა ჯიბიდან დანა, მაშინ პოლიციამ გოცირიძე განარიდა ტერიტორიას და სწორედ აი ამ საქმეზე დააკავეს ეს ორი ადამიანი. გუშინ მისი ადვოკატის ომარ ფურცელაძის დახმარებით ჩვენ გავიგეთ, რომ უკვე 12 დღეა, ანუ დაკავების მომენტიდან თორნიკე შიმშილობს. ის იღებს მხოლოდ წყალს. სწორედ ომარ ფურცელაძე თორნიკე თოშხვას ადვოკატია ახლა ჩვენთან ერთად და უფრო მეც ამ საქმეზე და ამ შიმშილობასთან დაკავშირებით თავად გვეტყვის. მოგესალმებით ომარ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და მართლა ძალიან მძიმე ინფორმაცია გახდა ცნობილი გუშინ და 12 დღიანი შიმშილობა ეს ნამდვილად უკვე არის განგაშის სიგნალი. თქვენ რომ გითხრათ კიდევ ერთხელ წერილიც გამოიტანეთ თქვენ თორნიკესი რა გახდა ამ შიმშილობის მიზეზი რა არის მისი მთავარი მოთხოვნა და აი ამ საქმის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან დეტალებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი. კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან მძიმეა იმაზე საუბარი, რომ ადამიანი რეალურ დროში საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც შეიძლება აყენებს საფრთხის ქვეშ, მაგრამ მინდა დავიწყო იმით, რომ თორნიკე თოშხვა არის ძალიან გამოცდილი, მოქმედი, საჯარო მოხელე, ძალიან პრინციპული, განათლებული და მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანი. ის არ იკუთვნის იმ ადამიანების ტიპს და კატეგორიას, ვინც შეიძლება რაიმე გავლენის ქვეშ მოექცეს და მათ შორის ჩვენც ვერ შევძელით ვერანაირად მისი გადარწმუნება, რომ შეეწყვიტა შემშილობა. ჩვენმა განცხადება მის შემშილობასთან დაკავშირებით დაიგვიანა იმ მიზეზით, რომ ოჯახს და მეგობრებს ქონოდა ჩანსი იქამდე სანამ ეს ინფორმაცია საჯარო გახდებოდა გადაერწმუნებიათ თორნიკე შეიცვალა გადაწყვეტილება თუმცა ძალიან პრინციპული და ძალიან კატეგორიულია ის მის გადაწყვეტილებებში მე თქვენი ეთერითაც გამოვთქვამ იმეც რომ მალე ამოიწურება უკვე და დაასრულებთ ამ კატეგორიულ ფორმას ასე ვთქვათ პროტესტის მიუხედავად იმისა რომ მეც მათ შორის მის უფლებადამცველს მიმაჩნია რომ პროტესტის ძალიან ბევრი საფუძველი გვაქვს უბრალოდ გულწრფელად მჯერა რომ თეორიულად მაინც არსებობს შანსი სხვა ალტერნატიული მექანიზმებით მივახციოთ იმ შედეგს, რასაც ვიმსახურებთ და ვითხოვთ პრინციპში და ის, რასაც ვითხოვთ, ეს არის ობიექტური გამოძიება და არა უმეტეს. ჩვენ არ ვითხოვთ არაფერი ისეც, რისი მოთხოვნის უფლებაც არ გვაქვს და რასაც არ ვიმსახურებთ. სრულად ვიმსახურებთ იმას, რომ გამოიძიონ თორნიკეს და მინდიას შემთხვევა, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს ადამიანები დღის მდგომარეობით უნდა იყვნენ არა ბრალდებული, არამედ დაზარალებული სტატუსით ამ საქმეზე. შემთხვევა მოხდა 31 ივლისს ღამის საათებში. 31 ივლისს ეს პირი ბექა გოცირიძე რუსთაველის გამზირზე მივიდა შეიარაღებული დანით შეურაცხყოფა მიაყენა სიტყვიერი ადგილზე მყოფებს განუსაზღვრელ რაოდენობას, მათ შორის და მიაყენა პირადად თორნიკეს და პირადად მინდიას, მიაყენა იქ მყოფ ქალებს, მათ შორის ამის შემდეგ ის თავს დაესხა თორნიკე თოშხვას, თავს დაესხა ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებს და ჩვენ მათ შორის გამოკითხული ყავს კონკრეტული ადამიანი, ვისაც დაარტყა ბექა გოცირიძე. ეხლა საინტერესოა ვინ არის თვითონ ეს პერსონაჟი და ეს პიროვნება. ბექა გოცირიძე უთხრათ მაყურებელს რომ არ არის დაკავებული ის ამ დრომდე, ხო და დააკავეს მხოლოდ თორნიკე და მინდია. კი ბატონო, არა თუ დაკავებული გახლავთ ბატონი ბექა, დაზარალებულად არის ცნობილი ამ საქმეზე. საინტერესოა ამ ადამიანის პერსონაჟი. ეხლა ის გახლავთ თბილისის მერიის კახი კალაძის ერთ-ერთი შეპესეს დასაქმებული, ჩვენი გამოთვლებით და ჩვენი ვარაუდით ფორმალურად გახლავთ და ის უბრალოდ არის ერთ-ერთი გზა და საშუალება რომ ამ ადამიანს მის პროპაგანდისტული საქმიანობისთვის გადაუხადონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენი ვარაუდით ეს ესეა იმიტომ რომ თუ თქვენ ნახავთ ამ ადამიანის აქტივობა სოციალურ ქსელში ნახავთ იმასაც რომ მთელი მისი ცხოვრება ბოლო რამდენიმე თვეა ეძღვნება პროტესტის მონაწილეთა გაშავებას მათ მიმართ მუქარას ძალადობის ორგანიზებას და მომზადებას რაღაცა არანორმალური სიტყვებით წერს ხოლმე მათ შორის სოციალურ ქსელში კი ბატონო და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის
ის რომ თვითონ დაუთვალიერეთ ვიდეოები, რომელთაც ვნახეთ, რომ ეს ადამიანი ამ 31 ივლისის პროვოკაციას ეს არ ყოფილა არც იმპულსური და არც არაფერი მსგავსი, ეს იყო ძალიან კონკრეტული თვეების განმავლობაში დაგეგმილი პროვოკაცია, რაზე ჩვენ კონკრეტული მტკიცებულებები გვაქვს უკვე, რაც გადავეცით გამოძიებას. და ხდება რა 31 ივლისს კახი კალაძის საარჩევნო კამპანიის გახსნას, მისი ერთ-ერთი შეპესეს თანამშრომელი, მერიის შეპესეს თანამშრომელი ესწრება, სავარაუდოდ იღებს ალკოჰოლს, სავარაუდოდ ხაზგასმით ვამბობ, ამის მერე პროვოკაციის მოსაწყობად მიდის რუსთაველის გამზირზე, შეიარაღებული დანით იქ სადაც გალები და ბავშვები არიან, იწყებს შეურაცხყოფის მიყენებას, იწყებს თავდასხმას და მათ შორის ფიზიკურად სცემს აქციის რამდენიმე მონაწილეს. ამის შემდეგ ეს ადამიანი ბუნებრივია ცდილობენ ადამიანები რომ გაარიდონ ის რუსთაველის გამზირს, ამ გასვლისას მას უვარდება ეს საკმაოდ მოცულობითი ზომის დანა, რაც არის ამოღებული ასევე აქციის მონაწილეების მიმართ და გადაეცა კონკრეტულ საპატრულო ეკიპაჟს. და არსებობს ჩვენ გვაქვს ლუქის ნომერი, რა ლუქითაც შენახული იქნა და ამოღებული დანა პოლიციის მიერ. და ამის შემდეგ ეს ადამიანი ერთის მხრივ ეს ძალიან საინტერესო მომენტია სოციალურ ქსელში პოზიციონირებს როგორც რაღაც კვაზი ძველი ბიჭი და ქართველობის და პატრიოტიზმის დამცველი და წერს ვიდეოებს რომ არავის არ უცემია იქეთ აგინა იქეთ ცემა აქციის მონაწილეები და მეორე მხრივ პოლიციაში დადის და იხვეწება რომ ტკივა რაღაცები და დაიჭირონ ადამიანები ამას აკეთებს ორი კვირის განმავლობაში ეს ადამიანი უეცესავით ლოკა აუწევდა ხო მე არ მეგონა თუ ვინმე დაძლევდა ზეამაღლობელი საქმის სტანდარტს, მაგრამ აქ არა თუ ის რომ უბრალოდ ჩვენება მიცავენ 3 კვირის განმავლობაში ეს ადამიანი დადიოდა და ჩვენებებს აძლევდა და ითხოვდა დაიჭირათ ეს ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრივ კაცობაზე დევს თავს, ძველ ბიჭობაზე და კარგ ბიჭობაზე დევს თავს და პოზიციონირებს როგორც ქართველი ვაჟკაცი თავის ვიდეოებში. ეს ხდებოდა პარალელურად, იმიტომ რომ ეს ადამიანი გამოკითხულია 5 აგვისტოს, გამოკითხულია 7, 11 აგვისტოს, ანუ წარმოიდგინეთ 2 კვირის განმავლობაში წერს ვიდეოებს, დღისით დადის პოლიციაში და საღამოს წერს ამ სამოტივაციო ვიდეოებს მისი თანამოაზრეების მისამართს. აი სტანდარტია ახლა. აქ ჩვენ ვარ შევიდეთ სამართლებრივად ჩვენ შევძლებთ ამის შეფასებას. პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში, რაც შეეხება სოციალურ შეფასებას, ახლა ალბათ მისი გულშემატკივარი ან მისი მხარდამჭერები ან ვინმე მოისმენს ხო ამ ჩვენ გადაცემას და ჩვენ საუბრს. ახლა მათთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ეპიზოდი, როცა ვლაპარაკობთ ბექა გოცირიძეზე, ვიზე ვლაპარაკობთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ძველ ბიჭზე, რომელიც დღის და ღამეს ათენებს პოლიციის განყოფილებაში და ითხოვს ადამიანების დაჭერას, ისე რომ პასტას და ფურცელს არ უშვებს ხელს. კი ბატონო და დანის ეპიზოდზეც მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ. კი, დანის ეპიზოდი თორნიკეს მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მათ შორის იყო ის, რომ ჩატარებულიყო გამოძიება. გამოძიების ჩატარებაში ჩვენ პირველ რიგში გულისხმობთ იმას, რომ დანა, რომელიც დაუვარდა ბატონ გოცირიძეს, მოტანილი იქნას და დამაგრებული ამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომ ჩვენ შევძლოთ შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარება. ეს არის იქნება ეს ტრასოლოგიური ექსპერტიზა, მისი ბიოლოგიური ნიმუშების შედარება, რომ დავადასტუროთ, რომ ნამდვილად ამ ადამიანს ეკუთვნის ეს დანა. იქნება ეს ვიდეო ექსპერტიზის, ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომ ის დანა, რაც ვიდეოზე ჩანს, რომ მისი ჯიბიდან ვარდება, ნამდვილად ის დანაა თუ არა, რაც ამოღებულია პოლიციის მიერ. ამ ყველაფრის ჩასატარებად ჩვენ გვჭირდება, რომ ეს კონკრეტული დანა იყოს საქმეზე დამაგრებული, როგორც მტკიცებულება. ჩვენ ვითხოვთ ზუსტად ამას. რადგან ვიცით რომ არის ახლა ეს დანა ომარიც ის უნდა იყოს საბატონო პოლიციის დეპარტამენტში ჩვენ სამწუხაროდ წმინდად პროცესუალური კანონმდებლობა გვიზღუდავს იმას რომ ეს დანა თვითონ მოვიპოვოთ დაცვის მხარემ მაგრამ ამის სრული და მარტივი შესაძლებლობა აქვს ბრალდების მხარეს კი ბატონო ეს ყველაფერი მიუთითებს რაზე ის ყველაფერი მიუთითებს ძალიან მარტივად იმას ცხადი და ერთმნიშვნელოვანია რომ საერთოდ არც ერთი მტკიცებულება რომ არ მოგვეპოვებინა თორნიკე და მინდია არიან უდანაშაულოები მათ არავით არის სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ მეორე და მნიშვნელოვანი ჩვენ ღამე გავათენეთ და შევძელით ის რომ 5 მოწმევა მოგვეკითხა 30-მდე ვებგვერდი და ვიდეო მასალა დაგვეთვალიერებინა ეს ვიდეო მასალა სათანადო ფორმით მოგვემზადებინა და დაგვერთო საქმეს ის ხალხი პირდაპირ ადასტურებს იმას მოვლენათა განვითარების იმით ანონიმდევრობას რაც მე მოგიყევით რამდენიმე წუთის წინ რომ ეს იყო განზრახი პროვოკაცია ეს იყო დანით შეიარაღებული პროვოკაცია ხოლო ბიჭებს არა თუ თავს დაესხნენ ამ ადამიანს და ჯგუფურად სცემეს არამედ ცდილობდნენ რომ თავი დაეცვათ მისგან ზუსტად იმიტომ რომ ეს ადამიანი ცდილობდა მათთვის დანის მოღერებას მათ შორის კადრები რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატრიალებს ნათლად და ცხადად ჩანს ის დაჭრილია პირდაპირ გეტყვით და ეს არ არის სრული კადრი რაც ჩვენ გვაქვს საქმის მასალებში მაგრამ
ამ კადრებშიც კი ცხადად ჩანს როგორ მიაქვს ამ ადამიანს ჯებისკენ ხელი და როგორ ცდილობს გარკვეული საგნის ამოღებას. ეხლა იმის ფონზე რომ ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითონ აქვეყნებდეს ვიდეოს, სადაც ჩანს შეიარაღებული ადამიანი და მეორე მხრივ იჭერდეს ხალხს, ვინც ამ შეიარაღებულ ადამიანს არ აძლევს საშუალებას, რომ მათ თავს დაესხას, ეს არის ნონსენსი და ოქსიმორონი. ხო, ფაქტია, ომარ გოცირიძე არ მივიდოდა რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ რაღაცა პროტესტ შეერთებოდა და საკუთარი აზრი გამოეხატა ქართული ოცნების მიმართ, ხო? ფაქტია, რომ ის რაღაცისთვის მივიდა, რაღაც პროვოკაციისთვის მივიდა, როგორც თქვენ ამბობთ, ეს იყო დიდი ხნით ადრე წინასწარ დაგეგმილი და გამიზნული პროვოკაცია და მით უმეტეს თუ ამ საქმეზე მიდიხარ დანით, ესე იგი ძალიან მძიმე შედეგზე გათვლილი პროვოკაცია გაქვს დაგეგმილი, ხო? და ამის შემდეგ აკეთებს ქართული ოცნების საგამოძიებო უწყება იმას, რომ ეს ადამიანი საერთოდ გარიდებულია და მისი ჩვენების საფუძველზე დაკავებულია ორი ადამიანი, ვინც ახლა უნდა იყოს დაზარალებული სტატუსით. ხო, აი შიმშილობა თორნიკე თოშხუასი მიზნად ისახავს რას? ის რას ამბობს შიმშილებს ვიდრე რა არის? პირველ რიგში თორნიკეს შიმშილობის მიზანი არ არის რაიმე მისი კონკრეტული მოქმედების შესრულება ან შეუსრულებლობა. ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა, იმიტომ რომ იმ რეალობაში, როცა თორნიკე თვითონ ცხადდებოდა გამოძიებაში მინდიასთან ერთად, ისინი გამოიკითხნენ მოსამართლის წინაშე, ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა ამ ოცნობაში, ისინი მზად იყვნენ, რომ ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღოთ მონაწილეობა, ცხადი იყო თორნიკესთვის დაკავების მომენტიდან, რომ მის თავს ხდებოდა ის უბედურება, რაც ჩვენ ნახეთ და მოხდა უკვე დეკემბერში სხვა დაკავებულების მიმართ. ეს იყო პოლიტიკური დევნის აშკარა ნიშანი. თორნიკე ზედმეტად გონიერი ადამიანია იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ვერ მივხვდარიყო. მისი პოზიცია არის პროტესტის გამოხატვა. მისი პოზიცია არის ჩატარდეს გამოძიება სრულყოფილად, სამართლიანად და მტკიცებულებები, რომელზეც ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, გახდეს დადასტურებული პროკურატურისთვის და სასამართლოსთვისაც. ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ შეღავას, ჩვენ არ ვითხოვთ არავითარი პირობების გამოჯობესებას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას. რასაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, მოთხოვნა საერთოდ არ უნდა გვჭირდებოდეს, ამის ვალდებულება არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. მაგრამ ჩვენ ეხლა არა ვართ პატარა ბავშვები, ხვდებით რა რეალობაში ვცხოვრობთ, ხვდებით რა მოლოდინები უნდა გქონდეს ვინმესგან, ამიტომ თორნიკემ აიღო თავის თავზე ეს უმძიმესი პასუხისმგებლობა, რომელსაც კიდევ ერთხელ ამბობ, არ ვეთანხმებით არავინ კატეგორიულად და მისი პროტესტის ფორმით ცდილობს დააფიქსიროს მინიმუმ საზოგადოებას მაინც მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომ მათ თავს უზარმაზარი უსამართლობა ტრიალებს. ისე როგორ გრძნობს თავს აი ამ ხანგრძლივი მე ვერ ვიტყოდი რომ 12 დღის თავზე ადამიანი მიუხედავად იმისა რომ სპეციალისტი არა ვარ თავს შეიძლება კარგად გრძნობდეს ან გადასარევად გრძნობდეს ის უბრალოდ მისი ემოციური და ფსიქოლოგიური სიმტკიცის ხარჯზე მეც მათ შორის მის ადვოკატს ყოველთვის მეუბნება რომ ძალიან კარგად არის მაგრამ მე ხვდები რომ ამის უკან დიდი ფიზიკური სტრესი და დიდი დატვირთვა მის ორგანიზმზე უზარმაზარი ღმერთმა იცის და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ამან რაიმე ისეთი შედეგი გამოიღოს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვენი ეთერით და იმედია თორნიკე ნახავს, გვჯერა იმის, რომ ის რაციონალური ადამიანია და როგორც ჩვენთან ერთად ისიც ხვდება, რომ უბრალოდ მისი ჯანმრთელობის დაზიანება არ ღირს არაფრად და არ არის პროპორციული არაფრის აბსოლუტურად დედამიწაზე და გამოუცხადოთ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და სოლიდარობა თორნიკეს და რეჟიმის ყველა პატიმარს და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია რომ პატივიცეთ რა თქმა უნდა მის გადაწყვეტილებას მაგრამ ასევე ვთხოვოთ ყველამ რომ არ დაიზიანოს ჯანმრთელობა და მას შემდეგ რაც თქვენ გუშინ გამოიტანეთ ეს ინფორმაცია ხო და დღეს დილიდან ახლა საინფორმაციო საშუალებებიც აქტიურად აშუქებენ მესმის რომ დღეს დასვენების დღეა მაგრამ ხომ არ ყოფილა მაინც რაიმე გამოხმაურება გამოძიებო უწყებების მხრიდან ან რაიმე ხომ არ იაქტიურეს ამის შემდეგ. კი, საგამოძიებო უწყებასთან ჩვენ გქონდა გასული კვირის ბოლოს, იმიტომ რომ მათთვის ცნობილი იყო თორნიკეს შიმშილობის შესახებ არ გამხდარა გუშინ საჯარო განცხადებიდან. ეს თორნიკეს თხოვნა იყო რომ პირადად მიგვეწოდებია საგამოძიებო უწყებისთვის ინფორმაცია. ჩვენ მათგან მივიღეთ სეპრესიტყვიერი დაპირება, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მივხედავთ იმისა, რომ გვესმის არსებობს პროცესუალური ვადები
საჭიროა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ უნდა ჭირდებოდეს საგამოძიებო უწყებას ვინმეს მოთხოვნა ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება. მაშინ როცა უამრავი ვიდეო საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, თავადაც შეეძლოთ მათ ეს საგამოძიებო მოქმედება ჩაეტარებიათ, ასე რომ ალბათ სამართლიანია ჩვენი სკეპტიციზმი მათი ზეპირსიტყვიერი დაპირებების მიმართ. ჩვენ ჩავთვლით მოთხოვნას დაკმაყოფილებულად მაშინ, როცა როგორც ადვოკატს მე გამიცვლება მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებში ვნახავ, რომ გამოკითხულია ბექა გოცირიძის მიმართ ასმულია კითხვები დანასთან დაკავშირებით, გამოკვლეულია ვიდეო მასალები, გამოკითხული არიან საპატრულო ეკიპაჟის კონკრეტული თანამშრომლები, ვინც დანა მოიღეს და დააფიქსირებენ ისინი, რომ ეს ბექა გოცირიძის დანაა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე ჩავთვლით და მე ვიჩნევთ იმას უკვე დაკმაყოფილებულად, რომ გამოძიება შესაძლოა ორივე მხარეს ვითარდებოდეს.